საუბარს უკვე სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ. საქმენდილო სტუდიას უკვე შემოვერთდნენ საბეთ ჩიხლაძე, ორგანიზაციული ფსიქოლოგი და ნინო ბერუაშვილი, HR care-ის დამფუძნებელი. დილამშვიდობისა. მადლობა სტუმრობისათვის. დილამშვიდობის, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველ რიგში გამოვეხმაუროთ, მინდა და ჩვენს მაყურებლებს კიდევ უფრო მეტად დავანახოთ და გავამახვილოთ ყურადღება იმ 28 დეკემბრის შეხვედრაზე, რომელიც უკვე შედგა, როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ და რა იყო ის მთავარი აქცენტი, ანუ იდეა ჯამში, რაზეც შეიკრიბეთ HR-ები, კონსულტანტები და ასე შემდეგ 28 დეკემბერს Holiday Inn-ში. ჩვენ რამ გაგვაერთიანა? პირველ რიგში ჩვენ გაგვაერთიანა იმან, რომ ჩვენ გვინდოდა მხარი დაგვაჭირა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც საჯარო და კერძო სექტორში მუშაობენ და მათ სირთულეები და პრობლემები ექნებათ იმის გამო, რომ ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ. შესაბამისად, დავფიქრდით ამ ადამიანებისთვის რა იქნებოდა საჭირო და მნიშვნელოვანი. ცხადია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიული მხარდაჭერა, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ შენ გემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია იცოდე, რისი უფლება გაქვს და რისი უფლება არ გაქვს. ასევე, როდესაც ხვდები, რომ ხარ მუდმივი სტრესის პირობებში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იგივე მენეჯერის მხრიდან ხშირია ფუნქცია მოვალეობების ჩამოცილება და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დაგეხმარონ იმაში, რომ სტრესის მართვის უნარები გაიუმჯობესო, შესაბამისად, კოუჩინგური მხარდაჭერა შემოვიტანეთ და ბოლოს ამ ყველაფერს თუ უკვე ფიზიკურად ვეღარ უმკლავდები და გინდა, რომ სამსახური შეიცვალო და სხვა სამსახურში გადახვიდე, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის CV-ს გაუმჯობესება, სამოტივაციო წერილის გაუმჯობესება, ინტერვიუსთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება და თვითონ უშუალოდ HR-ებთან ნეტვორკინგი, რომ ნახო საბოლოო ჯამში, სად შეიძლება რომ მოძებნო ახალი შესაძლებლობა და ახალი განვითარება. შესაბამისად, ჩვენ 28 დეკემბერს გვქონდა აი ამ ყველაფრის ნაკრები, ესე რომ ვთქვათ, ანუ შეკრებილი ვიყავით კონსულტანტები, როგორც იურიდიული კუთხით, ასევე HR-ულ მიმართულებით, კარიერულ საკითხებზე, კოუჩინგური მიმართულებით და როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც სხვა ტიპის პრობლემებს გაინცდიან თავიანთ სამსახურში, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, უწევდით ინდივიდუალურ კონსულტაციებს. შედეგებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჩვენი გადმოსახედით, ჩვენ თავიდან გეგმავდით ესეთ რამეს, რომ სულ რომ 3 ადამიანი მოვიდეს და ჩვენ მათ მხარი დაუჭიროთ, ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ 3 ადამიანს მხარს უჭერთ, ეს არის ჩვენი მხრიდან განაცხადი, რომ ხალხო, ჩვენ აქ ვართ და შეგიძლიათ, რომ მოგმართოთ ნებისმიერ დროს და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი ევროპული მომავლის სადმი, მოკლედ პროტესტის დაფიქსირებაში. ჩვენთვის ეს იყო განაცხადი პირველ რიგში, მეორე იყო, რომ 3 ადამიანიც რომ მოვიდეს და მათაც რომ დავეხმაროთ, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მოვიდეს 3-ზე გაცილებით მეტი. ანუ ეს არ იყო მხოლოდ ბოდიშნინი ადამიანებისთვის, ვინც დატოვა სამსახური, ეს იყო ადამიანებისთვის, ვინც დასაქმებულია დღესაც, უბრალოდ რაღაც გარკვეული სამუშაო პირობები არ შეესაბამება სტანდარტებს, მინიმუმ ევროპულ სტანდარტებს არ ესაბამება. შესაძლოა მათ აქვთ მოლოდინი გათავისუფლების სამსახურიდან. აქ დავაზუსტებ, ეს არის ტიპიური დისკრიმინაცია, როდესაც იმის გამო, რომ შენ აზრს გამოთქვავ, სამსახურში ახდენენ შენს დისკრიმინაციას და ჩვენ არაერთი ადამიანი ყავდა ჩვენს ღონისძიებაზე, ვინც თავისი ინიციატივით მოვიდა, რომელიც ანალოგიურ დისკრიმინაციას და ზეწოლას გაინცდის სამსახურში. იყო თუ არა მსჯელობა იმ იურიდიულ ბერკეტებზე, რომელსაც სახელმწიფო ახლა იქმნის იმისთვის, რომ მაქსიმალურად მარტივად მოხდეს ერთი გათავისუფლება სამსახურიდან და მეორე სამართლებრივი დავა არ იყოს, ასე ვთქვათ, წამგებიანი სახელმწიფოს სამშობლოში. როგორც აღვნიშნეთ, ან ჩვენ ასევე ყავდა იურისტები, იყო საუბარი საჯარო სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებთან მიმართებაში და ვთქვათ, ეს ცვლილებები კიდევ რა დამატებით გამოწვევებს ქმნის დასაქმებულებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ამ ღონისძიების შედეგად 5 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოში დავა შეიტანოს სამართლიანი არჩევნების იურიდიული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ მოკლედ მათ რეალურად შეუძლიათ, რომ იდავონ იმ ყველაფერზე, რადგან მათი უფლებები არის დარღვეული და ესეც მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. საბა ზოგადად ორგანიზაციული ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მართვა, სამეცნიერო დისციპლინა, ამ მიმართულებით ბევრი კერძო კომპანია განსაკუთრებით თითოეულ დღეს თუმცა ასევე საჯარო, რა სტანდარტებია ჩვენთან საჯარო სტრუქტურებში, რა პრობლემები გამოიკვეთა, შენ რაზე შეგიძლია თქვა აქცენტების დასმა. პრობლემები გამოიკვეთა იმ კუთხით, როდესაც აზრს აფიქსირებენ ადამიანები, ხდება ესეთ პროცესი არის, რომ არ უშლიან აზრის გამოთქმას, არ მიდის ინსტრუქცია, რომ არ გამოთქვათ აზრი. უბრალოდ მე ამ ადამიანებთან კონტაქტს არ ამყარებენ უშუალო ხელმძღვანელები და ხდება ეტაპობრივად მათი ესეთი პასუხისმგებლობის შევიწროება.
და აღმოჩნდება, რომ ადამიანს ასეც მიუწვდებოდა ხელი და როგორ ფუნქციონირებს სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს და არის იზოლაციაში, არაფერს არ ეუბნებიან ამ ადამიანებს. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენმა კოლეგებმა მოგვაწოდეს თავიანთი გამოცდილება, მუქ არა ყოფილა კონკრეტულ ადამიანზე, მის ოჯახის წევრებზე, ნივთები ჩამოურთმევიათ ამ ადამიანისთვის და ესეთი кейსები არის. ანუ რიგ შემთხვევაში პირდაპირ არ ხდება ესეთი სიტყვიერი გაფრთხილება ან წნეხი არ მიდის, ესე ნელ-ნელა აპარებენ ყველაფერს. ხო, ну თუ შეიძლება ასე ითქვას, კი ბატონო. და მე მათმა არის ისეთი ადამიანებმა არის რა ქნა როგორ მოდის. თუმცა ეს არის მხოლოდ ბოლო მოვლენების გამოძახილი თუ ეს ხდება ასე ვთქვათ ისედაც წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში როგორც პრობლემები რა არის? საჯარო სამსახურებზე, როდესაც საუბრობთ, პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება სჭირდება პარტაქტივი რეალურად და წახალისებულია კონფორმიზმი. ეს არის ყველა მიცის, ეს 2x2 4 არის. ყველაზე დიდი დანაშაული ამ კუთხით არის ის, რომ ხდება საჯარო სამსახურის გაუფასურება. ანუ მარტო იმ ადამიანების წნეხზე კი არ საუბრობთ, ვინც ზარალდებიან და დაზარალდნენ. ზოგადად ინსტიტუცია, როგორც საჯარო სამსახური უფასურდება, რომ იქ რომ მიდიხარ, უკვე იცი, რომ კონფორმისტი უნდა იყოს, შენგან რა მოლოდინები აქვთ ხელმძღვანელებს, რომ ხან მარშრუტკაში, სამარშრუტო ტაქსი უნდა ჩაქვსვან და სადღაც გაგიშვან, ხან პრო ხელისუფლების იმაზე შეკრებაზე უნდა გაგიშვან და ასე შემდეგ და ეს არის წლობით გრძელდება. უბრალოდ მოხდა და ხდება ამის აკუმულირება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი უკმაყოფილო, ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ საჯარო სამსახურებში. უბრალოდ საქმე ის არის, რომ ისინი არ არიან ისე საზოგადოებრივ აქტიურები და ჩვენ მათ კარგად არ ვიცნობთ. მაგრამ როდესაც ვიცნობთ ამ ადამიანებს, უკვე ვინ არიან, რა გაუკეთებიათ და ასე შემდეგ, იქ ძალიან დიდი ინფორმაცია არის, რომ ამ ადამიანებს სხვადასხვა წლებში არ ქონდათ უფლება გაეკეთებინათ ის, რაზეც მოაწერეს ხელი, რომ ეს ჩემი სამსახურებული მოვალეობა პატიოსნად შევასრულო. ანუ მუდმივად იმყოფებიან ესეთი ჭიდაობის რეჟიმში. მათ არ ასრულებინებენ იმ საქმეს, რაზეც აიყვანეს. საბა, ის შეხვედრა, რაც 28-ში დაიწყო და იდეაც გასაგებია, რის გამოც დაიწყო. თუ ექნება ამ ყველაფრის შემდეგ უკვე რაღაცა ხასიათი სისტემატიური, რომ მუდმივად იყოს აქტიური ეს მიმართულება. ყოველ კონტაქტზე როგორ შეიძლება იყვნენ თქვენთან დაინტერესებული ადამიანები. ჩვენთვის ეს არ იყო მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება, ეს ჩვენი ინიციატივა არის განგრძობადი. ჩვენ Facebook-ის და ასევე LinkedIn-ის გვერდზე გვაქვს გვერდი HR Kiari და ამ ორგანიზაციის ფარგლების ქვეშ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ამ ორივე გვერდზე არის სარეგისტრაციო ფორმა, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელი არის, რომ იგივე ტიპის სერვისები მიიღოთ ონლაინ მხარდაჭერის კუთხით, ანუ სესიები ინიშნება უკვე კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ახლა ვმუშაობთ აქტიურად, რომ ვიპოვოთ ფიზიკური სივრცე, სადაც ყოველ შაბათს დღის პირველ ნახევარში ჩვენი ერთ-ერთი კონსულტანტი იქნება პირობითად პირველ საათამდე და შესაბამისად ყველას იცოდინება, რომ თუ მსგავსი ტიპის საჭიროება გააჩნიათ, შეუძლიათ მიმართონ და იქ მიიღებენ კომპეტენტურ და კვალიფიციურ მხარდაჭერას. ჩვენი ინიციატივა. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, აი ამ მიმართულებით ჭირდება ალბათ ახლა განსაკუთრებით ყველაზე მეტად საჯარო მოხელეებს და მადლობა სტუმრობისათვის საქმიანი დილას ეთერში საბაჩიხლაძე, ორგანიზაციული ფსიქოლოგი და ნინო ბერუაშვილი, HR Kiari-ის დამფუძნებელი იყვნენ ჩვენთან ერთად დღეს სტუმრები.